სოფელი ჭუბურხინჯი მდებარეობს გალის რაიონში. სოფლის სახელწოდება ძალიან გამჭვირვალეა. მას აფხაზურ ენასთან არანაირი შეხება არ აქვს. ეს არის მეგრული მეტყველების ნიადაგზე ძალიან ადვილად ასახსნელი სახელწოდება. ზედმიწევნით ნიშნავს წაბლ ხიდს, ანუ წაბლის ხიდს. ამ ტიპის გეოგრაფიული სახელები არა მარტო გალის რაიონში და სამეგრელოში, არამედ მთელ საქართველოში საკმაოდ ბევრია. როგორც ჩანს, თავის დროზე იმ ადგილას, სადაც ახლა ეს სოფელი მდებარეობს, დინარეზე ან ღელეზე, ხიდის მაგივრად გადებული იყო მოჭრილი წაბლის ხე და ამის გამო იმ ადგილს დაერქმეოდა ეს სახელი. შემდგომ ამ ხიდის სახელწოდება გადავიდოდა იმ დასახლებულ პუნქტზეც, სადაც ქართული მოსახლეობა იყო და აი ესე მარტივად შეიქმნა ეს გეოგრაფიული სახელი. ასე რომ აქ სადავო აბსოლუტურად არაფერი არ არის, სრულიად ნათელი და გასაგებია, რომ სახელწოდება აფხაზურ ენასთან არანაირ კავშირში არ არის. გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯში მდებარეობს ჯვარ-გუმბათოვანი ტიპის წმინდა გიორგის ეკლესია. მისი თავდაპირველი ნაგებობა მე-11 საუკუნეს მიეკუთვნება. მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში ადგილობრივი მრევლის ინიციატივით ტაძარი საფუძვლიანად გადაუკეთებიათ და უკურთხებიათ წმინდა ილია წინასწარმეტყველის სახელზე. თუმცა ადგილობრივი მოსახლეობა ძველი ტრადიციის მიხედვით ტაძარს დღესაც წმინდა გიორგის ეკლესიას ეძახის. ტაძრის შემორჩენილი ფასადის დათვალიერებისას კარგად მოსჩანს მე-11 საუკუნის ქართული ქრისტიანული ხუროთმოძღვრების დამახასიათებელი ცალკეული დეტალები. ჭუბურხინჯის ეკლესია უფრო მოგზალებული ნაგებობა არის თავისი მხატვრული მახასიათებლებითაც, თავისი ისტორიული მნიშვნელობითაც, ეს უკვე აქეთ გალის რაიონში არის და ეს უფრო მეტად მე-11 საუკუნით თარიღდება, თუმცა მერე ძლიერ გადაკეთებული იქნა მე-18 საუკუნეშიც და მერე მე-19 საუკუნეშიც. ეს ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარი იყო შვერილი აფსიდით, այսოთ შორის ეს აფსიდების შვერილობაც აფხაზურ არქიტექტურაში ძალიან ხშირად სწორედ მათი ბიზანტიური, ასე თქვათ, მხატვრული წარმომავლობის თითქოს საბუთი არის, მაგრამ დასავლეთ საქართველოშიც და აქეთაც ბევრგანად მithumetes ამ ადრე ქრისტიან ხანაში აფსიდის შვერილობა ბოლნისი რო ავიღოთ, თქვათ, ხო, არ იყო არც გამონაკლისი, იგივეა თქვათ კახეთში მთელი რიგი ძეგლების, ასე რომ ამას ესე ერთმნიშვნელოვნად რომ ათუ შვერილი აფსიდა აუცილებლად ბიზანტიელების აგებულია, ასე არ არის, რა თქმა უნდა. ხა თქვათ დრანდა, ბიჭვინთა, ლიხნე, იგივე განთიადის ამ რიგში ვერ ჩადგება, მაგრამ ის არის რაღაცა გარკვეული ეპოქის, მე-11 საუკუნე არის, ბევრი კვალი არის ამისი, მერე კვლევაც ხდებოდა, რაღაც გამოვლინდა კიდევაც ეს ძველი ნაწილები და კიდევ ერთი მტკიცებაა, რომ ფართო აღშენებლობითი მოღვაწეობა მუდმივად მიმდინარეობდა აფხაზეთში. ეს აფხაზეთის სამეფო იყო, თუ მერე იმერეთის სამეფო ერქვა, თუ მერე ოდიშის იყო, თუ მერე ისე ცალკე აფხაზეთის სამთავრო ერქვა, მაგრამ აი ეს ტერიტორია რაღაცა განუყოფლად უკავშირდება კულტურული და სულიერი თვალსაზრისით საქართველოს სხვა რეგიონებს, ხო, სადაც ასევე საკმაოდ თავისებური და ესე ვთქვათ ინდივიდუალური არქიტექტურული ენა, ხო, აი ვთქვათ კახური არქიტექტურა, იმერული, ქართლის ხუროთმოძღვრება, სულ სხვა ტაო-კლარჯეთის განსხვავება, მაგრამ მათ ერთიანი მხატვრული აზროვნება ახასიათებთ, აი სივრცის სტრუქტურირების რაღაც ერთიანი მიდგომა. აი ეს ყველაფერი კვლავ და კვლავ გვიდასტურებს, რომ ერთიანია ქართული ხუროთმოძღვრება არსებობდა თავისი განუმეორებელი, ასე ვთქვათ, ხუროთმოძღვრული დიალექტებით, რომელთაგან ძალიან მნიშვნელოვანი, გამორჩეული და ძალიან მაღალი დონისა იყო სწორედ აი აფხაზეთის ხუროთმოძღვრება. გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯში 1859 წელს მაცხოვრის ამაღლების სახელზე აშენდა ხის სამლოცველო, რომლის ადგილზე 1900 წელს აიგო თეთრი ქვით ნაგები ეკლესია. ადგილობრივი მოსახლეობა მას ჩეოხვამეს, ანუ თეთრ ტაძარს ეძახდა.
ამ ტაძარში ღვთისმსახურება მე-20 საუკუნის 20-იან წლებშიც გრძელდებოდა და მრევლის დახმარებით რამდენჯერმე ჩაუტარდა რესტავრაცია. გადმოცემის თანახმად, აქ ოდესღაც ძველი ეკლესიის ნანგრევები იყო. ნიშანდობლივია, რომ ადგილობრივი მოსახლეობა ამ ტაძრის სახელს მრავალ სასწაულ მოქმედებას უკავშირებს, რაც თქმულების სახით არის ჩვენამდე შემორჩენილი. სოფელ ჭუბურხინში შემორჩენილია 4-კუთხედი ფორმის კოშკი, რომლის კედლები რიყის ქვითაა ნაგები. სავარაუდოდ ეს სამეთვალყურეო კოშკი უნდა ყოფილიყო. გალის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბურხინში ორი ეკლესია ფიქსირდება, ერთი არის მთავარანგელოზის სახელობის, მეორე ეკლესია არის წმინდა გიორგის სახელობის. ორივე არის მე-19 საუკუნეში, დღეს რომელიც დგას მე-19 საუკუნეში აგებული, მაგრამ წმინდა გიორგის საფუძველი ჰქონდა ჩაყრილი ჯერ კიდევ მე-11 საუკუნეში და იმ თავითვე ეს ტაძარი იყო ჯვარგუმბათოვანი ფორმის ეკლესია და აქ დიდი სამონასტრო, ესე ვთქვათ, ცენტრი არსებობდა, რადგანაც აი ამ წმინდა გიორგის ეკლესიის ირგვლივ არსებულ, ესე ვთქვათ, ნანგრევები აფიქრებინებს მკვლევარებს, რომ აქ არსებობდა დიდი სამონასტრო ცენტრი. წარწერები ჩვენამდე მოღწეული არ არის. დღეს ეს, ესე ვთქვათ, ტაძარი არის ცნობილი ტაძარი და ადგილობრივი მოსახლეობამ ეს ტაძარი გაწმინდა, ნანგრევების სახით არის, გუმბათი არც ადგას. ის პარალელს პოულობს დასავლეთ საქართველოს და აღმოსავლეთ საქართველოს სხვა ეკლესიის ჯვარ-გუმბათოვანი ფორმის ეკლესიებთან და საინტერესო არის იმ თვალსაზრისით, რომ ეს პარალელები ჩანს როგორც არქიტექტურულ დეკორში, ასევე ტაძრის, ესე ვთქვათ, ფორმებში. რაც შეეხება მეორე ტაძარს, ის აგებული იქნა მე-19 საუკუნეში და მთავარანგელოზის სახელობის, ეს ადგილობრივი მოსახლეობის მიერ მე-19 საუკუნის 70-იან წლებში თუ არ ვცდები, მათ მიერ იქნა შეგროვილი თანხა და გადაწყვეტეს, რომ აიგოთ ეს ტაძარი. როგორც ჩანს, ჭუბურხინში იყო ძალიან დიდი დასახლებული პუნქტი და მათთვის საკმარისი არ იყო ერთი ეკლესია, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ დიდი ზომის ეკლესიაა წმინდა გიორგის ეკლესია, გადაწყვეტეს, რომ მთავარანგელოზის სახელზეც აიგოთ მეორე ტაძარი. ორივე არის მნიშვნელოვანი იმ თვალსაზრისით, რომ უკვე სიძველეს წარმოადგენს. ახლა მთავარანგელოზის ეკლესიას ვერ ვიტყვით, რომ ეს დიდი სიძველია, იმიტომ რომ მე-19 საუკუნეში აგებული, თუმცა ესეც აგებული არის ჯვარ-გუმბათოვანი ფორმით, ანუ ქართული არქიტექტურის ფორმები არის იქ დაცული. რაც შეეხება წმინდა გიორგის ეკლესიას, ძალიან დიდ პარალელებს პოულობს დასავლეთ საქართველოს და დანარჩენი საქართველოს ქართულ საეკლესიო ხუროთმოძღვრების სხვა ნიმუშებთან.